შეიძლება თუ არა სკოლის ყოველდღიურობა ერთიანი ფორმით. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მომავალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმა სავალდებულო ხდება. მიზანი სამინისტროს განმარტებით სკოლებში დისციპლინის, თანასწორობისა და ერთიანი გარემოს გაძლიერებაა. თუმცა ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში უკვე აქტიური განხილვის თემაა. ამ საკითხზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის დირექტორი მარე ხიოსებიძე. 2026-27 სასწავლო წლიდან პირველი მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმები ხდება სავალდებულო, თუმცა მინდა გითხრა, რომ ეს ჩვენი სკოლისთვის სიახლე არ იქნება გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლიდან დღემდე სკოლაში მოსწავლეებს აცვიათ სასკოლო ფორმები. ოღონდ ამ ფორმების შერჩევა ხდება მშობელთა ჩართულობით და მოსწავლეთა ჩართულობით და ხშირად იცვლება სასკოლო ფორმის დიზაინი. რა თქმა უნდა, სასკოლო ფორმებს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე და მესმის მოსწავლეების დამოკიდებულებაც, რომ შესაძლებელია გაჩნდეს პროტესტი და არ უნდოდეთ ერთფეროვნება, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია მშობელთა მოსაზრებაც ის, რომ მოსწავლეები იქნებიან ესთეტიურად ყველა ერთნაირად ლამაზად, რა თქმა უნდა, ფორმებიც იქნება შერჩევით და ამასთანავე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს სახელმწიფო ძალიან დიდ დახმარებას უწევს და ეს ფორმები გადაეცემათ მათ უსასყიდლოდ, რაც საკმაოდ კარგი საჩუქარი იქნება ბავშვებისთვის. ამასთანავე ერთგვარი განსხვავებულობა აღარ იქნება მოსწავლეებში და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს ამისი კარგი და ასე ვთქვათ, მრავალწლიანი გამოცდილება, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განსხვავებულად ფიქრობენ თავად მოსწავლეებიც. ნაწილი ამბობს, რომ ფორმა მოსწონთ და სკოლაში უფრო მოწესრიგებულ გარემოს ქმნის. ნაწილი კი არ ეთანხმება, რადგან მათი აზრით ყველას ერთნაირად ჩაცმა არ არის ასურველი და არჩევნის უფლება რომ ჰქონდეთ უკეთესი იქნებოდა. მომწონს ფორმები, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ არჩევანის უფლებას მოგცემდნენ. ფორმა არ მომწონს, იმიტომ რომ ყველას ერთნაირად გვაცვია. მე ძალიან მომწონს ფორმა, რადგან გავალამაზებ სკოლას. ყველა მეგობარს ერთნაირი ეცვივა და არ ვიქნებით გამორჩეულები. მე ფორმა მომწონს, იმიტომ ყველას ერთნაირად გვაცვია და ლამაზია. მე მომწონს ფორმები, მაგრამ ესეც რომ ეცვას უფრო ორივე კარგი იქნებოდა. ფორმების სავალდებულო დაბრუნებას მშობლები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სკოლაში დისციპლინასა და თანასწორობას გააძლიერებს. ნაწილი კი დამატებით ხარჯებზე საუბრობს. მეთანხმები სკოლებში ფორმების შემოღებას მომწონს ეს გადაწყვეტილება. ანუ ბავშვებში ბულინგი არ იქნება, რის გამოც ჩაცმაზე ხშირად ხდება სხვადასხვა სკოლებში. ერთფეროვნები იქნებიან უფრო სწავლაზე კონცენტრირებულები და რა ვიცი, ოღონდ ბავშვებისთვისაც კარგი იქნება რომ დავსვათ ეს შეკითხვა უნდათ, არ უნდათ, მაგრამ უფრო მგონია რომ მომხრეები იქნებიან ამისი. სკოლებში ფორმების შემოღებას არ მივესალმები, რადგან ფორმა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ოჯახისთვის, ვისაც ყავს ერთი და ერთზე მეტი მოსწავლე, იმისთვის ძალიან ძნელია, როცა თითოეულ ფორმაში იხდიან 100 ლარს და ის ერთი ფორმა მთელი წლის განმავლობაში არ არის საკმარისი, რომ ბავშვმა ჩაიცვას და იაროს მოწესრიგებულად და სუფთა და ამიტომ სკოლის დისციპლინა და სკოლის განვითარება არ არის ფორმაზე დამოკიდებული, არამედ არის დამოკიდებული განათლების მხრივ, განათლების სამინისტროზე, რადგან ფორმა არ აწყვეტს სკოლაში ბავშვის დისციპლინას, ბავშვის სწავლას და ბავშვის განვითარებას. საკითხი საზოგადოებაში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს. სკოლის ფორმების დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მისი განხორციელება მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება.